ადამიანები დედამიწაზე ცხოვრობენ საზოგადოებებში, რომლებსაც ადრე ტომები ეწოდებოდათ, შემდეგ კი სახელმწიფოები. ახლა ამას ეძახიანერებს. აი ცხოველები ცხოვრობენ რაღაც ჯოგებში, პრაიდებში, ან კიდევ ასე ვთქვათ, გუნდებში. ეს მათი ცხოვრების ფორმაა და ერთმანეთში ეს გაერთიანებები, ასე ვთქვათ, კონკურენციაში არიან. აი ეს არის კონკურენცია ცოცხალ გარემოში, ხომ? კონკურენცია ბუნებაში. აი ადამიანი ცხოვრობს კონკურენციის გზით სახელმწიფოებში და ერებში, მანამდე კი ტომებში. ანუ თუ სახელმწიფოს შევადარებთ ცხოველთა სამყაროს, ეს რაღაცნაირი ფუტკრების გუნდი იქნება, ხომ? ფუტკრების გუნდი. ან იქნებ მგლების ჯოგი. დაითვალეთ ბუდე. ჭიანჭველების ბუდე კარგი სახელია. აი ის ცხოვრობს ამაში, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ჭიანჭველების ბუდეში და ეჯიბრება სხვა ჭიანჭველების ბუდეებს. და ასეთი ჭიანჭველების ბუდეებიდან ევოლუციის შედეგად დღეს დარჩა 193. თქვენ ყველა სახელმწიფო დაითვალეთ. დიახ, ვინც გაეროშია.